ვაგრძელებთ მეოთხე ლექციას. ლექციის ამ ნაწილში, რომელიც ბოლო ნაწილი არის ამ ლექციის, ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციის სტრუქტურაზე. პირველ რიგში ეს არის ორგანიზაციის ზომა. ნამდვილად აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი სტრუქტურა აქვს იმ ორგანიზაციას, სადაც მუშაობს, თქვათ, 100 ადამიანი და სადაც მუშაობს 2000 ადამიანი. საერთოდ მიჩნეულია, რომ 2000-ზე მეტი ადამიანი სადაც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, შეუძლებელი არის ესეთი მარტივი სტრუქტურის არსებობა. აქ უკვე ნამდვილად არის საჭიროება, რომ მოხდეს ამ ორგანიზაციის მეტი ბიუროკრატიზაცია, წესების შემუშავება და უფრო მეტად იხრება ასეთი ტიპის ორგანიზაცია თავისი თანამშრომელი მათში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის გამო უფრო მეტად იხრება იქითკენ, რომ იყოს უფრო მექანისტური ტიპის ორგანიზაცია. ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს ორგანიზაციებზე ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით ახალ ტექნოლოგიებს. ამ სფეროში თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები ორგანიზაციებზე, ძალიან ბევრი კვლევები არ არის, ახლა მიდის ძალიან ბევრი კვლევა ამ საკითხებზე, თუმცა ერთი რამ ნათელი არის, რომ ტექნოლოგიებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ორგანიზაციებზე, როგორც ვთქვით, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ასევე კომუნიკაციის პროცესებზე. ასევე ორგანიზაციის სტრუქტურაზე მოქმედებს ისიც, თუ როგორ გარემოში უხდება ორგანიზაციას არსებობა. იგი არსებობს სტაბილურ გარემოში, თუ არასტაბილურ გარემოში. თუ გარემო სტაბილურია და მას არ აიმუქრება ახალი, თქვათ, კრიზისები, ახალი წესები, რომლებიც ბიზნესს ძალიან და ორგანიზაციის საქმიანობაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, ასეთ პირობებში მექანისტური ტიპის ორგანიზაცია ძალიან კარგად გრძნობს თავს, ასე ვთქვათ, და ძალიან ეფექტურადაც მოქმედებს. თუმცა თუ გარემო არის არასტაბილური, აი ამ და გარემო, ესე ვთქვათ, ბუნდოვან გარემოში უხდება და მუდმივ კონკურენციაში უხდება ორგანიზაციას მუშაობა, აი ესეთ პირობებში დადგენილი არის კვლევის საშუალებით, რომ უკეთესად უმკლავდება ასეთ სიტუაციებს ორგანული ტიპის ორგანიზაციები. ანუ სადაც არის სხვანაირი ტიპით აგებული, უფრო დეცენტრალიზებული ორგანიზაციები არის და ჯგუფური, პროექტული მუშაობით დაკავებული არიან ამ ორგანიზაციაში ადამიანები. ერთი-ორი სიტყვით მინდოდა ასევე მეთქვა ორგანიზაციულ კულტურაზე, ანუ ორგანიზაციის სტრუქტურაც რამდენადმე განაპირობებს ორგანიზაციის კულტურას. ჩვენ მომოვიხილოთ ძალიან მოკლედ სხვადასხვა ორგანიზაციული კულტურის ტიპები. გამოიყოფა რაღაც 4 მთავარი ტიპი ორგანიზაციული კულტურის, ეს არის თანამშრომლობითი, ანუ კლანური ორგანიზაცია, ასე ვთქვათ. ამ ორგანიზაციებში ღია და მეგობრული სიტუაცია არის შექმნილი, ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს ბევრ რაიმეს, ლიდერები არიან მენეჯერები, უფრო მამობრივი ფიგურები არიან, რომლებიც ზრუნავენ ყველაზე. ერთგულება ტრადიციისადმი ერთგულება ძალიან ძლიერი ასეთ ორგანიზაციებში და აქცენტი არის ადამიანური რესურსების გრძელვადიან განვითარებაზე. ჯგუფური ერთობლიობა არის ადამიანებზე ზრუნვა დამახასიათებელი, წახალისება, გუნდური მუშაობა, მონაწილეობა და კონსენსუსი. მეორე ტიპის ორგანიზაციები ეს არის კონტროლის, ანუ იერარქიული ორგანიზაციული კულტურის ორგანიზაციები. ასეთი ორგანიზაციები არის ძლიერ სტრუქტურიზებული სამუშაო და ფორმალური წესები, პროცედურები, რომელიც მართავენ ადამიანების ქცევას და ლიდერები ცდილობენ კარგი კოორდინატორები და ორგანიზატორები იყვნენ, ზრუნავენ ეკონომიურობაზე. ორგანიზაციის შეუფერხებელი მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ ორგანიზაციებში და სტაბილურობა, შედეგიანობა, ეკონომიკური ოპერაციები არიან
ორიენტირებული წარმატება ასეთ ორგანიზაციაში ნიშნავს სამუშაოს ჩაბარებას, ზუსტ დაგეგმვას და დაბალ ხარჯებს. და მენეჯმენტს სურს უსაფრთხოება და არ უყვარს მოულოდნელობები. არის ასეთი ორგანიზაციული კულტურის მქონე ორგანიზაციები, სადაც რომელიც შეიძლება დავახასიათოთ როგორც შეჯიბრებითი, ანუ საბაზრო ტიპის ორგანიზაციები. ეს ორგანიზაციები არიან შედეგებზე ორიენტირებული. მათი ფოკუსი არის სამუშაოს შესრულებაზე. თანამშრომლები შორის მისაღები არის შეჯიბრებითობა, ეჯიბრებიან ისინი ერთმანეთს და მიზანზე არიან ორიენტირებული. ასეთ ორგანიზაციაში ლიდერები არიან მომთხოვნები, პროდუქტულები და აქცენტი არის გამარჯვება. ამ შემთხვევაში წარმატება ნიშნავს საბაზრო წილის აღებას და ბაზარზე შეღწევას. შეჯიბრებით ორგანიზაციაში საბაზრო ლიდერობა შეჯიბრებითი ფასები და საბაზრო ლიდერობა არის მნიშვნელოვანი. არის ასევე ორგანიზაციები, რომლებიც ითვლება ასე ვთქვათ შემოქმედებით ორგანიზაციებად. ეს არის დინამიური ორგანიზაციები, ანტრეპრენორული და შემოქმედებითი ადგილი, სადაც ინოვაცია და რისკზე წასვლა თანამშრომლებისათვის და ლიდერებისათვის მისაღები არის. ექსპერიმენტების ჩატარება ორგანიზაციაში მისაღებია, განსხვავებული აზროვნება მისაღებია ასეთ ორგანიზაციებში და ასეთი ორგანიზაციების დამახასიათებელი, რომ ისინი სულ პირველ რიგებში არიან ხოლმე და აქცენტირებულია ზრდა, ახალი რესურსების შეძენა. წარმატება ნიშნავს უნიკალური ახალი პროდუქციის და სერვისების შექმნას. ინდივიდუალური ინიციატივა და თავისუფლება აქ წახალისებულია. თქვენ როგორც ხედავთ, ამ 4 ორგანიზაციაში ვთქვათ, მუშაობა განსხვავებული იქნება ნამდვილად იქ მომუშავე ადამიანებისათვის. ერთი ორგანიზაციის, ვთქვათ, სლაიდზე მინდა გაჩვენოთ ერთი ორგანიზაციის სურათები, რომელშიც კარგად ჩანს ორგანიზაციული კულტურა. პრინციპში თქვენ გადაწყვეტეთ, რომელ ორგანიზაციულ კულტურას ეკუთვნის ეს ორგანიზაცია. ეს არის სამუშაო ჯგუფები, ასეთაც მუშაობენ, ესეთ არაორდინალურ გარემოში. ხედავთ, რომ ძალიან განსხვავებული სამუშაო პირობებია შექმნილი აქ ადამიანებისთვის, აქ მომუშავე ადამიანებისთვის. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს არის Google-ის ოფისი. სადაც ადამიანები, თქვათ, მათთვის შექმნილი არის პირობები, ორგანიზაციული პირობები, რომ მეტად პროდუქტიულად იმუშაონ.